გამარჯობათ ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით. ეს არის რადიო სივრცე 98.5 არის გადაცემა მოგეხსენებათ ჯაპანას პაპანაკება და მე მისი საყვანი ჯაპანა გახლავართ თავისთავად ცხადია. დღეს ხუთშაბათია მოგეხსენებათ და თქვენთან ერთად ვართ. მოდი მე გთხოვთ რომ იმეგობროთ ჩვენთან YouTube-ზე, Facebook-ზე, მართალი დაგვიმეგობრით რაღაცნაირად შეგვაფასეთ და დაგვაფასეთ. ან უბრალოდ ჯერ დაგვაფასეთ და მერე შეგვაფასეთ. ან უბრალოდ შეგვაფასეთ და მერე დაგვაფასეთ. არა აქვს მაგას დიდი მნიშვნელობა, ყოველ შემთხვევაში დარჩით ჩვენთან და იყავით რა, არაფერს არ წააგებ. დაიწყო ბჭო დაცხა, ამეტანი დაცხა. მართალი გითხრათ რა. ცხელა უკვე და ალბათ არის დრო ამაშიც დამეთანხმებით, არა? მარა დღეს ჩემი სტუმარი ვინ არის? აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის ჩემი სტუმარი ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი სტუმარი არის ჩემი მეგობარი, მისი მამა იყო ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა და ასე მოუდგამს ეთყობა ჩვენ ასე რა ქავთარაძეები. ეს გახლავთ ბექა ქავთარაძე ჩემო ბატონო. არაჩვეულებრივი პიროვნება, უნიჭერესი კაცი, რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი. რა ვიცი, შემეკითხები შეიძლება ინჟინერიც არის, მაგრამ მალავს ან რაღაც არქიტექტორი, რა ვიცი, შეიძლება რაღაც არის, ყველაფერი არის, ყველაფერზე არის მიდებული თუ რამე არის. ცხოვრებაში თუ რამე სადმე ყველგან აქ ერთი ორი ნაბიჯი გადადგმული. ჩემზე ოდნავ პატარა ინსტიტუტში ერთად ვერ ვისწავლეთ სამწუხაროდ, მაგრამ შეხების წერტილები მრავალჯერ გქონდა. მე მის სპექტაკლში დავიწყეთ მუშაობა, არაჩვეულებრივი სპექტაკლი დაიწყო, ამაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ ვეღარ გავაგზავნეთ მე ერთი გარდაცვლილი ადამიანის გამო. ერთმა გაანათლოს მისი სული ზურაბ ბეგალიშვილი. ხო და მოკლედ ახლა დავიწყეთ მასთან საუბარს, ჯერ მივესალმებით თქვენის ნებართვით, გამარჯობა ბეკა. გიმარჯობა. როგორ ახარ შემოგეულ ჩემი ძაღლი? ამით. ხო ხარ ჯანმრთელად? სტილოსთავარია. ხო არის ჯანზე, ხო ხარ ისე რომ შემართებით ხარ? სათანადოდ, კი, როგორ ჩემილი? ღმერთმა ჯანზე გამყოფოს შემოკარგო და კეთილო ადამიანი და მითხა დავიწყო იმით ბავშვობით. შენი ბავშვობა რომ ეხლა რაღაც აი რამდენიმე ქალაქს უკავშირდება. ჩვენ საერთოდ ვიწყებთ ბავშვობით. ნუ ბავშვობა არის დასაწყისი ჩვენი და რა ვქნათ ეხლა ასე იდება უფალმა რომ ჯერ კი არ კვდებით, ჯერ ვიბადებით. ხო, პირიქით რო იყოს ეხლა ჯერ მოგდე და მე რო დაიბადო ეგრე არ არის. ხო და ასე რომ დაბადებიდან არა ზოგს ემართება ეგეთ. დაბადებიდან ეხლა შენ იმას ვერ მეტყვი რომ რეზო ესაძე იძახთა თურმე ცხონებული რომ მე მახსოვს მუცელში რო ვიჯექიო ისიც კი მახსოვს. ხო და ეხლა მუცელში რო ვიჯექი იქიდან არ გვინდა. აი დავიწყოთ შენი ბავშვობის ვიდრე რომ ვიცი რომ სამ ქალაქს უკავშირდება შენი სიყმაწვილე ბავშვობიდან პატარა ეს არის ქუთაისი, თბილისი, ქუთაისი და სოხუმი. იმიტომ რომ მამა იყო სამხატვრო ხელმძღვანელი ამ გეის ეს მე მახსოვს კარგად რა ყველაფერი რა და ეხლა მოდი თუგიდან ქუთაისით დავიწყოთ თუგიდან აი ბავშვობა გაიხსენე ვინ იყო გაიხსენე ნუ მამა დედა რაღაცა ვინ იყო ბაბუა ბებია ხო არ იყო ძალიან ჩართული შენი ამბზელობით ამბავში აი ეს მინდა გაკეთო ბაბუა ბებია ჩემ აღბზელობიჩი კი არა მამა ჩემის აღბზელობიჩიც არისო მე გოგის მხარეს გულისხმობ და ასე რომ იქ უფრო გავროშობის პერიოდი მაკავშირებს აი ხო ბლეხანოვი კამო რაღაც ისეთი გავროშული პერიოდი 13 წლის 14 წლის უფრო რაღაცა ბიჭობდა დაზურებიდა და სიგარეტს ესე ვიჩუბა ჩუმად რამე რაღაცა დანაწგიდებს და გავროშობის პერიოდი ისიჩკა ხო რაღაცა მოკავშირე ხო რაღაცები ხო და ისე ის ძალიან ისეთი ბინა იყო რა გამონალკას რო ეძახოდნენ ეგეთი ბინა იყო კამოს ქუჩის და ეს რაუბანია მოგეხსენება შე რა კი ბატონო კი ძირძველი და ესეთი კამო ვარანცოვი რა არა ვარანცოვი არა კამო ხო იცი სადა გრიბოვიდო ვისა ძველი უნივერმაგი რო იყო აი ამის პირდაპირ აქეთ ამბობ შენ აქეთ კაბეს აქეთ იყო პატარა მილისი მე იქით წავედი იქითკენ იქ 4 ნომრისკენ არა თანამგზავრი რო იყო კინო და არაცოვია ეს ქორწინების სახლი და ეგ ბეგალასკენ არის ო ეგ ბეგალასკენ იყო ლევან აჯაფარი კრეტო რა მთელი ამბავი მაგარი სასტავი ხო და ეს პერიოდი გემრიელად მახსოვს რატო რომ იქ ლაღად ვიყავი რატომღაც ეხლა ვიძახი ეხლა მაშინ რომ მეთქო იმათაც დახოცავდნენ ალბათ მეც რატომღაც იმდენად თვითონ იყვენ რავი დაბნეულები კი არა არ ქვეყანაზე არ იყო არც ერთი და საკმაოდ პატარა ვიყავი რომ ღიად მომეწია სიგარეტი ხო მაშინ ცოტა ის იყო უხერხული იყო ეგ უხერხული კი არა აღარ არის ეხლა ეგ რო გაეგოთ და რავი ამის კოლონიაში რაღაც დაგიჭერდნენ კი ბატონო გულის ინსპექტორი რა ხო და არა ეს ღიად ამიტომ მიყვარდა ხოლმე ამათთან მისვლა რა მე-4 მე-5 კლასში უფრო ადრე დაჟე მე-4-დან უკვე ამათთან ეს ღიად და ამათ არ ქონდათ რეაქცია ამიტომ მიყვარდა აქ მისვლა ხოლმე უკვე რომ წამოვიზა აი ამ ასაკში ამ გამროშობის პერიოდში და
რაღაცა კაცობდი და ამით ლაპარაკობდი და სიგარეტს უყიდებ და მეგონა რომ დიდი ვარ თუ რაღაცა და თან ახლა უცნაური კაცი იყო ძალიან აბუაჩემი რა ნაკან კონცლაგერელი ისა ნაომარი მოკლედ და წერალი იყო სხვათა შორის ნორმალური წერალი ისეთ საინტერესო წერდა ძირითადად ხო ომზე და რაღაცა ეგეთ და ეგეთ ნარკოებს რომანებს რაღაცებს ნაომარი იყო ნაომარი და ხო ამაზე კიდე ცალკე ისეთი შავი იუმორია რომ და ჩემი ძმა ვაწვალებდით ხოლმე რა თემაზე ახლა რომ აბა რომელში დაიწყო ომი 41-ში ესე და რომელში ჩაჯექი კონცლაგერში 42-ში როდის დაეხსენი იქიდან 45-ში იძახის შენ რაღაცა შენ აუ ამაზე ვარდებოდა ისტერიკა მოითმინეთ და ვარდებოდა ისტერიკაში და მოკლედ იყო ფაქტურად თელი ომი იჯდა რა იჯდა ფაქტურად კი ქურდი იყო ოღონდ კონცლაგერის გადამი შედა ეხლა რა მაინტერესებს და თბილისში ეხლა შენ დიდხანს მალე მოგიწია დასვლა ქუთაისში აი თვითონ ამ ქუთაისმა რა ქნა მე რა მოხდა ამ ქალაქმა შენ რამდენი წელი იყავი ქუთაისში როცა ქუთაისში ვიყავ ქუთაისში მამაშენი როცა იყო და წაიყვანა მეორე კლასში ხო მანამდე იყო ბათუმი ძალიან პატარა ვიყავი 2-3 წლის რა მაგრამ ბათუმში რა ხდებოდა ბათუმში სასწაული ის არის რომ ეს ბათუმის ისტორიები თითქმის ყველაფერი მახსოვს იმიტომ ვიზდებოდი თეატრში ფაქტიურად და უჭმელი ვიყავი მაშინ ძალიან ბათუმშიც იყო ქუთაისამდე ბათუმში იყო ბათუმში იყო აბა უიბე ეს კი არ მახსოვდა მე ჩამოვიდა ცოტა ხანი იყო აქა რუსთაველში და მე მალევე უკვე ქუთაისში წავიდა წავედით ხო სარაისო რომ დაამთავრა მე გოგი ხო დაამთავრა ხო კი თომანიშვილი რა მაგარი არტისტი იყო რა აი კი ძალიან მაგარი არტისტი იყო დედასპიცა ვარ და სულ გულიფსდებოდა რომ დრო აღარ შემოდა საარტისტოდ რა აღარ შემოდა ახლა რა არა დაბაშები არა ხო მაგრამ მაინც ახლა ბევრი დრო დახარჯა ამი მასე და ძალიან მაგარი არტისტი იყო ძალიან მაგარი დაწმაც მეტი შეეძლო უბრალოდ რატომღაც ბოლო დროს რაღაცა უკვე ეზარებოდა თუ რა იყო მე შეეძლო რაღაცების და ქუთაისმა რა მოგცა ქუთაისმა ის მომცა რომ ქუთაისში ფაქტიურად ეს ბიჭობა უკვე აი თან ქუთაისი ისეთი რაღაცა ცოტა ადრე იზდები რა ცოტა ადრე კაცდები და ესეთი სკოლა შეჭებზე კარგად იცი ქუთაისში კი გაუროშობა ეგ არის თუ არის და ხო უკვე აზე ხარ და უკვე რაღაც კაცურა კოდექსები გაქვს უკვე პატარაობიდან და ხო ხტები რა ყველაფერი სკოლაში შეხვედი იქა კი აბა სწავლობდი შეულებრივად სკოლაში აი კლასი მყავს დღემდე ურთიერთობა მაქვს რომელი სკოლა გაქვს ის სხვა რა მესამე ბანკთან მესამეც მაგარი სკოლა სერიოზული და ის პირველი გიმნაზია საერთოდ თუ ვინმე არსებობს კიკვიძე სულ ყველა კაცო არა მონდრუევიჩი კი გვარს ვერ დაასახელებ გენიუსი თუ გინდა დაწყებული ივანეჯა ყველა ბიჭო ადამიანი არ არის მეგო ერთი მეტაყა სულ ყველა აღარ ლაპარაკი პავლოიაშვილი და ყველა ამაზე აღარ არის ახლა ლაპარაკი სულ ყველა იქიდან არის რა იმ გიმნაზია რანაირისია გამოკრული იმ სკოლა მესამე იქვე არის რა მესამე იყო ბანკი იყო მაშინ იქა აი სად არის იცი მესამე იქვე არა პრინციპში რა აი კინო საქართველოს რო იყო მე მაგის მერე იყო უკვე ბაღის კიდისკენ მიდიოდი აი იქვე იყო ხო ბაღის ბანკი იყო და ბანკის პირდაპირ ვიყავით ჩვენ შემდეგ მითხარი ახლა როგორი მოსწავლე იყავი რა აი რომელ საგნებში იყავი ოქრო რომელ საგნებში იყავი არ გეკითხები რომელი საგნები არ გევასებოდა აი რომელში იყავი რომელი გევასებოდა ოქრო არაფერში არ ვიყავი ბეთონ კითხავ მაგრამ ზოგადად ის ჩვენოდა რომ პატარაობიდან კითხვა მიყვარდა რა ზოგადად მიყვარდა და ცნობის მოყარეს ვიყავი შენი თო შეიყვარი არავინ არ დაგაძალა არა დაზალები საყმაწვილოს ვერ ვიტანდი კითხულობდი უფრო იმას რა ქვია მოზრდილების ლიტერატურას და ამაზე იყო ტომ სოიერ ვერ ვიტან ტომ სოიერს ბაპატიოს მე მაგრამ აი ვერ შევეგვიდი აი განსაკუთრებით ტომ პასუხი არის მის აი ეს მაგიჟებდა რა ტომღას მე ვგიჟდები ხო არის რომ აიჩებებ რაღაც გამოქვაბული სცენები და ისინი ხო აი მე მაგალითად და იგივე რეაქცია მაქვს იმაზე ინდიელი ჯო როგორ ვერ იტანდი აი ნუ აი ვერ ხო ნუ აი მე მომწონდა გარგანწუვა მაგალითად აუ გარგანწუვა პანტაგრუელი რა იყო რომელ კლასში წაიკითხე ხა მეთხვი მე-4-ში რა იყო რა გამწარა თან ვაკეთებდი იმებს ილუსტრაციებს
პარალელურად რა. უნდერკინდი ყოფილიყარ შემიძლია. უნდერკინდი, просто ვერ ვიყავი. და მე გამოსწორდი. უნდერკინდი უნდა და რო ყოფილიყავი და უნდერკინდი მე წარმოვიდგინე, ხა დეგენერატია. უნდერკინდი საერთოდ ხატრობა იყო ერთ-ერთი ინტერესი, გადაცემა ბავშვობიდანვე და აი სხვა ინტერესები ქონდა რა მე. არაფერი რა. ეს შეიძლება ორივე ხატავთ, ხედავ, უყურე. ის ხატვარია და ის ხატვარია. და ის ხო შენ ხატ, მაგრამ ნუ შენც მოკიდე რა, ეხა ეს რაღაცა. გოგი არ ხატავდა? გოგი და ხატვარი, ნუ აი როგორი ანომალია იყო, იცი რომ ერთადერთი ხატავდა ასე აიღებდა იმასაც როგორ ხატავდა და სასწაული ეხა ესო დახატო სადმე. შეიძლება რაღაცა იმაში შეხვიდე რა. ინესში ან იმაში რა ქვია ეგონებოთ რომ ავანგარდი όλ იმას მილიცielis ატომღას დაამოღამეს მილიცielis ფულაშკა ღილები ამ სილუეტს რო ხატავდა ეს იყო სასწაული იმიტომ რომ საერთოდ ხას ვერ ავლებდა ნიტოს რომ ხატავდა არა და აი საერთოდ და მიროს და გოგის ბაცელი მირიანის მირო ազგანსვენი გადასარავი ოქროთი უნიჭერესი ეგეთი ნიჭიერი მაგარი კაცი ერთად ბევრი მოგწეს მაგრამ მე მგონი რომ ეს არის რაღაცა ფენომენი იყო საოცარი კაცი იყო მირო და ამათი ურთიერთ მირო ცნობილი იყო როგორც აი არ ლაპარაკობდა საერთოდ მაგას მიროზე კიდე მოკლე ის მაგარი ძა მაგარი და არც ეხა რო გითხრა ძალიან ემოციურიც არ იყო რა მაგრამ აი მირო და გოგი მუშაობენ ხო ეს უსმენს ხო აი მირო ეს მინდა ის მინდა რაღაცებს ეს მომეცი საფანქარი მომეც მათხო აი ამაზე მიროსას რად გინდა აი ხვას ხო არიღებდა ამიხსენი ფანქარი შე რად გინდა ბრაზდებოდა და ისხებდა ლაპარაკს იმდენად ბრაზდებოდა რომ მირიანი ისხებდა ლაპარაკს და გინდება ესე იგი მაგრამ ბრაზდებოდა ანუ ლაპარაკა იმდენად ფანქარი რად გინდა ამიხსენი შენ ფანქარი რად გინდა საერთოდ კაცი აი გისმენდა კი ბატონო 5 წუთში გამიკეთა და ვინმე ყავდათ საერთოდ აი ვინმე რო ხატავდა ამ ბაბუამ რაღაცა ორი ძმა არა დედაჩემი ხატავდა არქიტექტორია და ხატავდა კარგად კლასიკურად ხო და ნუ აი სხვა ინტერესებზე არ მიპასუხე რა მეკონდა მუსიკა ბავშვობიდან კი მუსიკა იმიტომ რომ მუსიკა ბიზნეს დამსახურება ჩემი ძმის ის გემოვნება იმიტომ რომ ხა წარმოვიდგინე შენ რომ მეორე კლასი და რომ Jesus Christ მოусმენდა იმას რა ქვია რაღაც Pink Floyd-ს და Wonders და რაღაცა უკვე ხო ცოტა ის გიყალიბდება ბავშვობიდან გიყალიბდება უკვე სხვა რაიმსმენა და ეგ იმათი დამსახურებაა ჩემი არ არის ვისაც ძმები არ ჩხუბობენ სხვათა შორის და დიდი წყალობა იყო ბავშვობაში არა ჩხუბით არა არ გითაკებდა ხოლმე არა აი წვალება რაღაცა უყვარდა იმიტომ ჭიდაობა წვალება რაღაც ისეთი რა მოსიყვარულება ერთხელ მოგვივიდა წამოთაქება არის არა ეს უფროსი ძმის და აბა ბიდი ჩვენ მე უფრო რაღაცა იმას ქენით შაყირით ვიზა აბა ხე ბათუმთან დაუბრუნდი ისო მან მომივიდა ეს თამაშობდით მე და ვიზინა დავიშკოით მე თამაშებოდა ასე გამომეკიდა 13 წლისა ვარ რა და მახსოვს აი კინოსავით მახსოვს ასე ორი ჩუსტით გამომეკიდა და ნუ ეთამაშებით მე და ასეთი კარებში ბალკონის კარებში იყო და ესეთ შუშა ვიტრინასავით და მეც ამ თამაში ეს მომინდა რა რაღაცა ტრუკივით გავაკეთე თუ რაღაცა და იმას ქვენი და გადავიხსენე ეს ნეკი მაგ გადახსნე ნეკი ნუ თითო როგორ შეეშინა და ბავშვობის პირველი სისხლი და ხო პერვაია კროვ თუ რაღაცა და ის დამამახსოვდა ძალიან ხატრობას გავადებოთ ახლა თავი ჩვენ ცოტა ხანი დავისვენოთ ბერეკი დავუბრუნდები და შენი ნახატები გავაცნო ხალხს საერთოდ მანამდე თეატრზე ვისაუბრობთ ახლა ბატონი გოგი ქავთარაძე გახდა მამა იყო შენი და სოხუმის თეატრის საკადრო ხელმძღვანელი გახდა დირექტორი იყო მთელი ბავშვობა სოხუმში და ქუთაისში თქვი და სოხუმშიც იყავ თეატრალურ გარემოში იზრდებოდი ახლა პრინციპში რა კი ბატონო უამრავი რამე გაქვს ახლა შენ ნახე ზუსტად ვიცი სოხუმის თეატრის ოქროს ხანა სპექტაკლი კულისები, მაგრამ მაინც გინდოდა თეატრზე ფიქრიც და ეხლა რა მინდა იცი რა მაინტერესებს თვითონ ბატონ გოგის მაგას ედასწროს ჩემი თავი ძალიან მიყვარდა ეგ კაცი რა როგორ იცი ძალიან მიყვარდა აი მე პირველად შეიძლება ისეთი კაცი იყო და მე უნიჭერეს კაცი იყო რა
აი თვითონ გოგის რა სურდა? უნდა რომ ყოფილიყავი შენ მსახიობი რა. იცი რა? აი შენი დანახვა პროფესიულად რა, როგორ მე გეტყვი, მსახიობობა ნაკლებად, იმიტომ რომ მსახიობობაზე არ პირიქით აი სულ არ უნდოდა რომ როგორი ურთიერთობა ქონდათ მამაშვილს მოკლედ და ეგეც მაინტერესებს თვითონ რა სურდა მას. კარგი, მაგრამ ნახე როგორი ის იყო ჩვენ და მე დაუბრუნდები. ჩვენ დაუძმაკაცდით უფრო ასაკში რა. სამწუხაროდ. ჯო არ ექნებოდა დრო, ბიჭო, არის არა, როდის ექნებოდა, პრაქტიკულად არ იყო. პრაქტიკულად არ იყო ტერიტორიაზე გადაღებული, რაც სპექტაკლებს თამაშობდა, რაც სპექტაკლებს გამდა, როდის უნდა ყოფილიყო სახში. როდესღაც ხო უნდა ხო. ხო რა. ხო და ამიტომ ნახე კინო რამდენიმეჯერ უთხრეს და გამაქრო. არა, გასწრაფია. მერე გასაბუდი ხო და ამ სულ მეუბნებოდ რომ შენ რეჟისორული და აი ბიჭო დამანები ამ რეჟისორს ეს ნახე რა მაგარი ამინა ეს მე აუ რა მაგარი ფოტოა ჩემი ნახული მაქვს ეგ დედა ეგ არ მინახია ეგ არ მინახია ეგ ფოტო ჯუღელი და რობიკასტურვა და იქით ვინ არიან ეგეთი ეს სოხუმია ეს ჯუღელი საღარაძე რობიკო და სოფიკო და ბავშვობაში რა ფაქტიურად თავს ბავშვები ხო რა მაგარი დროი რა გამანდა მაგარი გამანდაა ძალიან ხო და რა ურთიერთობა გქონდათ და არაფერი უთქვა მსაი რომ ჩვენ რო გადაწყვიტე რომ წასულიყავი სამსახიობოზე ხო არა მე სარეჟისორო ჩავობა ტელეზე და ისიც რატო ეხა მე გეტყვი რა სულ მეუბნებოდა რომ აუ შენ რეჟისორული აზრო პირიქით მიხურებდა და გამანებე მამა თავი არ მინდა ეს დამანებე ეს თეატრია რა შენი მეყოფა და ასაც უყურებ ისიც მეყოფა ვიძახი და მეთქი არ მინდა იმიტომ რომ მე გადაწყვეტილი მაქვს რომ აკადემია ნუ ყველა ვარიანტში რა ხო და ნუ აი დავიწყე აკადემიური ხატვა რაღაცა და ნუ ამან აკადემიურმა ხატვამ და აზომამ და იმან გამაგიჟა და ეს ჩარჩოში მოგცემამ და იმან და შემიშალა ხელი და ვისროლე ცეზარი კიდე კაი არ იყო ქუქევით არავინ თორე ნახდათ აშლელება ქუქევით ვისროლები 6 სართული და ხო და მოკლედ იმდენი იქნა იმდენი მიჩიჩინა იმდენი რაღაცა რომ თან რაღაცა მომივიდა ეგ სოხუმის პერიოდია უკვე ბიჭობის პერიოდია წამოსდილი ვარ რაღაც სტრესები მომივიდა დავიწყე რაღაცების ჭღაბნა წერა პატარ-პატარა ნოველები ვით ხო რომ მაშინ ვიყავი საერთოდ გერასიმე ვიყავი რა ლაპარაკი მე ვასწავლა პროფესია პრაქტიკულად მაგრამ ვიცოდი ხატვა ჭამა მოგვიანებით დალევა დავიწყე და ასე შემდეგ და ვარჯიში და გერასიმე ვიყავი უეჭველი ხო აი მე და მე რო ვიყავით ძალიან კაი დიალოგი ქონდა ხოლმე ორ სიტყვას ვიტყოდი დანარჩენს ან დავხატავდით ან დავათვალიერებდით რაღაც აუ შედახში ურთიერთობდით შედაპირო ბავშვები კარგად იქნება და მე რომ გამიკეთა ძალიან კაი მაგრამ მაგასაც ვიტყვი აბის უთქველობა არ შეიძლება ორ წამში გაიგო მე რომ აი იმიტომ გენიოსი იყო ეს კაცი რა ძალიან მაგარი იყო ორ წამში გაიგო რა მინდოდა თოლიას ვაკეთებდი რა ეგეც გადასარავე დროს გავაკეთე სხვათა შორის ისე დროს რა ვერავინ თოლია რუსთაველში გააკეთე რუსთაველს დიდ პრაქტიკულად ჯაპანა არაფერი არ იყო სცენაზე მაგრამ ისეთი დეკორაცია იყო ყველას ეგონა რომ ამაზე დაიხარჯა რაღაც მილიონები და რა მასში ფული არ იყო და რა დაგიჯდათ და რაღაც 10 შეუკვე არაფერი არ იყო აი ეგ არის გენიოსი არა გენიალური კაცო აი ეს კუნჯები იყო რამდენიმე სკამი იყო და ის ერთადერთი იმას ჩავალო რას უთხარი რომ აი ეს ტანოკი მინდა რომელიც თოლია არ იქნება მაგრამ რაღაცა აი ჯოჯოსავით იქნება თუ ფასკუნჯი თუ რაღაცა ურჩხული თუ პასტა ფანკარი მომეცი არ უთხარი არა პირდაპირ დავუხატე და ანუ რა ჩვენი პასტა ზე ჩუქნიდა კაცო პირი ხო და ფანტასტიკური ეგეთი აი საოცარი აი იმიტომ იყო ჩავლებული ეგრევე გიგებდა ყველაფერს რა მოკლედ რა და არა შეცვლით რამ შეცვალა ტერესა რეჟისოროდან რა წამოხედი მე რაღაცე რა მოხდა მათ გოგის მოусმინე დაუჯერე არა ჩემი აი ხო გითხარი ეს მიხვედი და მდგომარეობა კაი მეთქი ჯანდაბას ჩავახა რაღაც წერა და რაღაც დავიწყე ამ ნოველების და იმეების მეთქი კინოსკენ თეატრი არ მინდოდა რა თეატრი ეს ალფონ ჩეხოვის თოლია იყო დებიუტი არ იყო თუ დებიუტი არა რა დებიუტი კაცო ეგ უკვე მერე იყო ხო ეგ მოგვიანებით ნუ არეულობის პერიოდი იყო იგეც კი ფაქტიურად არ იყო ჯერ დალაგებული სიტუაცია ეგ იყო 96 თუ 17 ზუსტად აღარ მახსოვს
ესე იგი თეატრალურში საჩააბარე ტელეს არ რეჟისოროზე? მე არ გადახვედი არაფერს. არაფერი, მე გაბრიცხეს. და მე ბატონმა თემურმა აიყვანა სამკაციანი ჯგუფი, ექსპერიმენტული დრამა. მე მამოკა მოცხონაშვილი, თეა მდივნიშვილი. აჰა. სამი კაცი. თემურ შეიძლება. უკვე დრამაზე. ჯერ არ არის წასული იქ ლენინგრადში. არა, ლენინგრადში კაც დავდივართ რეპეტიციაზე მუშაობთ. მაგას წავედი მე იქ დავდგი გარიცხულზე. ესე რო გამრიცხეს, მაგარი რაღაცა მოხდა რა, პარადოქსი რა. რო სანამ გამრიცხავდნენ, წინა დღეს იყო პირველი სპექტაკლის პრიზი გამოწერილი და რო ჩამოვედი და დადგმული შემდეგი სპექტაკლი, ანუ პირველი იყო მუნჯისიზმრები გიორგი გამსახურდიას დებიუტი, მე და მერაბ მავიღეთ ყოველგვარი პრიზები, საუკეთესო დებიუტი მე და საუკეთესო შემსრულებელი მერაბ მაიღო და შემდეგ იმაზე უკვე ოლბი და კოქტო დავდგი და კოქტოში ავიღეთ უკვე მე და ლილიმ ოლბის რა დადგეს? ოლბი სამხეთს. სამხეთზე მე დოისთანაც დავდგი, ოღონდ სათაური შეუცვალე. ეგრე საფხეთსეთი ითარგდება, ხო? რუსულად არის სულჩიმ ზააპარკი. ხო, დაი ვარიანტიც არის, ზვირინეციც გააჩნია თარგმანს, რამდენიმე თარგმანია რა. ის ზვირინეცი ზააპარკი სხვადასხვა ვარიანტია რა. ასე რომ მე კიდე უკვე ალიკა თამაშობდა ლოისთან რო გავაკეთე საფხეთს უკვე დიდები ვიყავით და სულ სხვანაირი უკოქტოო თუ არაფროთ ოღონდ სულ სხვა სპექტაკლი იყო და შენ მეხსენებას მაინც ახლა სოხუმი როგორ შემორჩა ნაკლები ცოტა ვილაპარაკეთ სოხუმზე სოხუმი რავი ჩემთვის არის რაღაცა ფანტასტიკური რა რამდენ ხანს იყავი ხა შენც იყავი იქა მეშვიდედან დავამთავრე მანდ მერვედან უკვე სოხუმის სკოლა დაამთავრე სოხუმის პირველი საშუალო გადასარავი სკოლა გადასარავი ხალხის ესე იგი დადიოდი როგორც ციგანი. ესე დღეს კი მოხვედი ესეთი გამოწყობილი რა. ეგ ისამაკ. ბუდულაივით რა. ეგ ისამაკ რა ქვია, რიტუალი მაქვს. მაგარი წასული მოხვედი, კარგად. ახლა აგერ ცილინდრი არ გახურა. რო შემოხვედი მაგარი სულ და ბუდულაი გახო სერიალი რო იყო. ეძახოდნენ კაი პერი, ეხლა შიგადაში. გამიზახე მეხო. და მე ვასებოდა რა. მეც ძალიან. არა, მაგრამ არა, საოცარი ნიჭიერი ხალხია, ბიჭო, როგორი მუსიკალური ხალხია. ხო და რაღაცა მაქვს, ვიღაცას ბიქარული. ხო არის პარავ რა, ცხენებს ან რამე. ცხენები სად არის? ცხენები. ეგ ადგილები და ადამიანები, რომლებიც გახსოვს და გედატრება. ოიმე სოხუმში და ეგ გადასარევი ხალხია, აი სოხუმში ნუ რამდენი ადამიანი დავკარგე ძმაკაცები. ნუ ეხლა ძმაკაცები მერე უკვე ჩემი შენ მანამდე წამოხვედი ეხლა იქიდან სანამ ეს უბედურება დაიწყო. აკაურომში რო დაიწყო, ბავშვები ბიზნეს შვილები პატარები იყვნენ და თუ რამე მარაგი იყო საერთოდ ბლოკადა დაიწყო თუ რაღაცა უკვე რადიოში იმასეჩი და რო გაითიშა პანიკა რო ბავშვები პატარები არიან ტასაც მე არ წამოვიღეთ სულ რაღაცა მეებით კონსერვებით და რაღაც ბანკებით და იმით წამოვედით რა და თურმე აქაც მალევე იწყება რა და ეგ ავიცი ნუ სახიობობა და რეჟისურა ეხლა ეს რა შენ ეხლა უფრო მეტი მეგობრი როლი გაქვს თამაში ვიდრე სპექტაკლი ხო რაღაც ეგრე გამოვიდა სპექტაკლი დადგმული რა როგორ მოხდა შენი სახიობობა აი რანაირად გადახვედი მე რეჟისორობიდან არ დაგიმთავრებია სამსახიობო არა მაგრამ ის გავიარე რომ აი ვიდი ახლა აი იყო ჩურჩხელა ლუგზარი იყო ჩვენი პედაგოგი და სხვათა შორის სულ ვიძახი რომ თუ რამე ვიცი ხელობა არავის არ ეწყინება არც ბატონ თემურის სულს ბატონმა თემურმა ძალიან ბევრი რამე მასწავლა მაგრამ პირველი რაც აზზე მომიყვანა და რაც მე ყველაზე მეტად მიყვარს ვიცი ვიწყებ ატმოსფეროს გარეშე არასოდეს არ დაიწყო პირველი სიტყვა აი ეს ჩამჩა და სულ ექსპოზიციას ჯერ ექსპოზიციას ვაგებ აი რაც მასწავლა და მან მასწავლა ეს ოსტატოვი ძალიან მაგრად და ამ სინოდენეს ადგინდა შეხო რეჟისორი ხარ ბიჭო გამოგადგებათ მეუბნები რა გამოგადგება და მე რას ხორს მეუბნეოდი და კაი ხო არის რაღაცა ჯაპან რო ვერ თეორიულად ვერ უხსდი და უნდა აჩვენო ხო და აი ბიჭო რო გვეუბნეოდი და აი რაღაცეებში გავიჭედეთ ვერ ვაჩვენეთ და ვაიმე და გაგვეჯერე მოკლედ აი ხო და ყველაზე მაგარი რა არის ახლა რეჟისორები მეუბნებიან შავდღეში ვარ რეჟისორები მეუბნებიან რომ რა კაი მსახიობი ხარ და მსახიობები მეუბნებიან რატო არ დგავს სპექტაკლს კარგი რა თქინდა ეს მსახიობი ხედავ ადღეში ვარ ხედავ აი მაგი მიდოდა მეკითხა ახლა რომელი უფრო ახლოა შენთან
რეჟისორად თუ მსახიობად? ახლოს? რაღაცა ინტრიგიდული კითხვაა რა, ვართ არის. არც ერთი შენ რო იცოდე ხატვის მაინც ხატვასთან ვარ. იმიტომ ნახე ხედავს? იმ რეჟისურაშიც და იმ რა ქვია სახის შექმნაშიც, ასე პერსონაჟის შექმნაშიც ისევ ხატვა ვეხმარება. ხო, მაგრამ რატო არ იფიქრე მაშინ მხატვრობაზე პროფესიულად? აი ესე მოხდა რა ვიცი, გამოუვალი მდგომარეობა. გინდოდა კითხვიც ახლა რო გინდოდა. გინდოდა კი არა, დღესაც ვთვლი რომ მე უფრო მხატვარი ვარ ვიდრე რომელიმე რა. მაგ მხატვრობა მე ცუდ დროს ძალიან 90-იანებში პრაქტიკულად მაცხოვრა და სხვაებიც მაცხოვრებინა ეხლა მაღალი სიტყვაა, მაგრამ ხელი გამამართია. ნახატები არა გვაქვს ბიჭო? აი ხალხისთვის. აგე? ამდე? ალე არის ხალხი. აგე? აი გვაქვს. რაღაცა თუ ყოფილა ესეთი მომენტები, რომ აი როცა სამხატვრო განათლებაში არ ქონდა პირიქით ხე უპირატესობა ქცეულა შენთვის რა. აი ეგეთი მომენტი თუ ქონია, რომ როცა სამხატვრო განათლების არ ქონა, რო არ გაქვს სამხატვრო განათლება, ეხლა მაგალითად ხო? რაღაც უფრო სხვადასხვაირად ხატავ რა. აი შენთვის უკეთესი აი უპირატესობა ქცეულა მე. კი. იყო შანსი, რომ ერთ-ერთი მიზეზი რომელმაც გადამაწყვეტია რომ არა და არ მინდა ჩაბარება მივხვდი რომ შეიძლებოდა ის თავისუფალი ხელი თავისუფალი აზროვნება შეზღუდვა და რაღაცა გამეფუჭებია ის ნამდვილი რა ჯერ ახლა ამ ინტენსივობით და ამ დონეზე მაშინ ახლა რას ვხატავდი მაგრამ ნელა უკვე ბოლო წლებში უკვე თვლი რომ რაღაცა შედარებით რაღაცა Facebook-ზე ვდახი ამოძრავებდი. ეს უკვე სახალი ის არის რაღაცა პროგრამა რომელიც ხო, რაღაცა ამოძრავებდი. აძლევ რაღაცა დავალებას. რა მაგარია ნახე რა ძალიან ვეთრი ყვავი. ჩემი. მაგარი მაგაცი. ეხა თემები რომლებიც გაინტერესებს ხატვისას. იცი რა არის, აი ყველაზე მაგარი მდგომარეობა არის ჩემთვის მართლა არ ვიტყუები ხატვა რატო აბსოლუტურად თიშავს აბსოლუტურად მართლა გეუბნები გულწრფელად გეუბნები აი არ მესმის ვერ ხედავ ანუ იქავა რა აბსოლუტურად ხიზელია აუცილებელი არ არის ლასოვი ვიყვა რაღაც მეგობარო თუ მუსიკა მაქვს მით უმეტეს და ჩემთვის არის ეგ აი ნირვანაა რა ფაქტიურად რა რომ გავყავარ ამ სივრციდან იმ სივრცეში მართლა ბევრ დროს უთმობ ზედმეტს არ ვლაპარაკობ ბევრ დროს უთმობ ბევრ დროს არა ძალიან მალე ვხატავ მაგრამ შეიძლება მიუბრუნდე და ვაფშე სხვა რამე გამომივიდეს მე ძალიან მალე ვხატავ ეხლა ბოლო დროს ძილი შევტრიალების არ იყოს ვისწავლე რომ აი მასალა ყოველ არასოდეს არ მქონდა და ბოლო წლები პირიქით არ მენანება და რაღაცა მაგაზე ცალკე მაქვს თანხა რომ მქონდეს და არ როცა მომინდება რაც მე ძირითადად გამევხატავ რა აჰა გამგო მითხარი ხატვის პროცესზე მქონდა რომ როგორია მეთქი ხა მუსიკის ნახლებით ხატავ ხო აი მუსიკის მირჩევნია იმიტომ ხელი შეშლილი პირობები არა გაქვს როგორ არის შვილები როგორ არის შვილები ყავს ეგ რა ყავს კი არ ვიცი ხა შვილი მყავს შვილი არ მყავს შვილი მყავს 26 წლის ნინუცა ხო და ეხლა ის რა შეგეშლის ახლა ხელს არა ნუ ეხლა რო გითხრა რომ იდეალური ვიღაცის ეხლა მაგალითად სახში ჩემი ძმა ვერ ხატავს ჩვენთან მიდის სახელოსნოში და იქ ხატავს ეს მადლით აქ სახელოსნოათოს არ დამიცაც მაგაცმა მოკლედ და მე აი შემიძლია მაციوارზე და უცბად მივიდე მივადო უცბად რეპეტიციაზე სულ ხატავ ხო მითხრა როლანდი მითხრა ხო გონიათ რომ არ უსმენ და გავაფრთხილე რომ არ გეგონოთ ბატონოკრის გავაფრთხილე რომ მეთქი ხატავ მეთქი არ გეგონოთ რომ არ გისმენთ რა პირიქით უფრო გისმენთ უფრო ანუ ხატავსო მითხრა რეპეტიციაზე ზის ხატავსო მაგრამ როგორც რეჟისორი ვერ დახატავ როგორც მსახიობი დახატავ იმიტომ რომ რეჟისორი ახლა რეჟისორი თუ სპექტაკლს გაბრანა თუ ხატე არა ნახე კიდე ერთხელ გეუბნები ის ხატვა ნახე ის ხატვა მე მეხმარება შეიძლება სამაგიდო რეპეტიციას და ახლა შენ თუ ხატე როგორ უნდა ილაპარაკო არა როცა ვკითხულობთ ხო არა მაგასაც ვახერხებ რომ ლაპარაკობ და ვხატავ
ნუ იმდენად ჩემი ის არის, იმიტომ მაშინ ვფიქრობ. ცეზარი ხარ, მაგის ცეზარი იყო ეგრე. ცეზარი ხო. მარჯვენა ხელი სხვა რამეს წერდა, მარცხენა ხელი სხვა და ლაპარაკობდა სხვა. ნუ ცეზარი ხო არ შევუკეთოთ. ცეზარი ხო. ხო და აი ხასიათზე თუ ახდენს მუსიკა, აი მაგალითად შენი ნახატის ხასიათზე საკვირველია. მაგრამ ნახე აქაც პარადოქსია, ნახე როგორ რამე შეიძლება შუფუცისკიზე ძალიან მაგარი ნახატი დავხატო, უცბად. და Pink Floyd-ზე ვაფშე კრეტინობა გამომივიდა. აი მაგას მაგას კონტროლს ვერ იმაშვებ. აი რა ნოტი ჩამარტყავს, რა მუზა მიხდი, აი რომელიც მოვა ტალღა თუ რაღაცა ხდება იქ ხიმია რა იქაც. მუსიკის გარეშე არ შეიძლება. აი გორი რამეა რის გარეშე. გამოფენები გააქვს? ორი მაქვს გაკეთებული. სამი უბრალოდ ერთი მაქვს, პატარა ვიყავი მაშინ. მე 4 კლასში ვიყავი. ქუთაისში ისიც. აქ მაქვს წამში გაკეთებული სარდაფი იყო და ბოლოს გავაკეთეთ, მე რა გავაკეთე. ახალძაძამიამ და აფხაზეთის კულტურამ იაქტიურა კახაბერმა და გამიკეთეს პერსონალური ჩემი ძმაკაცის სახელობის ის არის, რა ქვია, გალერეა პატარა იქ. ვალერი არქანია გარდაიცვალა სამწუხაროდ ძალიან მაგარი ხატვარი იყო. მანე ვახსენოთ იყო ჯგუფელი შმაგის და შმაგის მიროს და იმის რა ქვია ნინოს თემურის. აჰა. ეხლა სოხუმთან დაკავშირებული სოხუმის თეატრში შენ ისა გაქვს რა ქვია ისტორია მაქვს. ხო ისტორია გაქვს თელი და იქიდან გამომდინარე. ყველაფერი, თავის ყველაფერი. ახლა ამ წუთში რა ხდება შენ ცხოვრებაში? ვიცი რომ რაღაცა რა ქვია მაგას სულად მახსოვს. ტრამვაი ჟილანია იმისი რა ქვია ის. სრულველების ტრამვაი. მიხედვით გააკეთა კანცარიამ და ის სპექტაკლი ეხლა არის რეპერტუარში. აღჭმულის ანაპირო. კი ბატონო, მოტივებზე არის გაკეთებული. ბატონო მანოკვარიმ გააკეთა და მენდო და ამიყვანა მეორე რეჟისორად, ისთვისაც დობისთვის დიდი მადლობა. ძალიან ბევრ რამეში გამიწი ანგარიში. ნუ ერთმანეთს ვეცადეთ რომ შეგვეწყო ხელი. პლუს კიდე თამაშიც მომიზია ხო და რა ვიცი ვეცადე რომ ძალიან კაი ჯგუფი იყო და ვეცადე რომ ყველანაირად ხელი შემეწყო და არ შემეშალა და რა ვიცი და საინტერესო იყო ძალიან ეს ვერსია მე ეგეთი ვერსია არც მინახია არც გამიგონია და თუ შეიძლებოდა ამ ვარიანტში ამის გაკეთება მეც წარმომედგინდა და ახლა მომავალში თუ გქონდა კიდე რამე ესეთი სპექტაკლები რამე თუ გაქვს ახლა მომავალში ბოლოს რა გავაკეთე ბოლოს გავაკეთე ღამე და თუთიყუშის მიხედვით შიზოფრენა ეს მინდოდა პანდემიამდე მინდოდა მოხეტიალეთია და დავიწყე კიდევაც და მაინდა-მაინც პანდემია და უბედურობა დაემთხვა და აღარ აეწყოთ ეს სპექტაკლი მზად ამაკ და შემილია და ჩვენ შეგეშალა ხელი ერთად კაი ჩვენ ხო მაგარი კაი ხდება მაგაზე გული რომ აი ბაჟანიშვილის თეატრში აკეთებდი რასაკინბას რა ქვია ესკორიალს ხო ესკორიალს აუ კარგი სპექტაკლი გამოდიოდა აშკარად კარგი სპექტაკლი გამოდიოდა რა ესე იგი ზურაბი გალიშვილი მე სალია და ბავშვი ერთი ბავშვი და თამონა აბესაძე მოცეკვავი ხო თამონა აბესაძე მოცეკვავი მაგარი გემრიელი მუშაობა კი იყო მახსოვს კი კაი მუშაობა მიდიოდა კი აგიდასთანაც და მე რო გაგიკვირდათ რომ აი მე ამას ცოდნია რა საკეთებს შენ შეგეგონა თეორიულად ხება სპექტაკლი კეთებოდა მაგრამ რაღაცაერად არ დაგცალდა სამწუხაროდ აუ აი კაი რამე გამოვიდოდა რა ო კარგი რამე უნდა გამოვიდოდა აი ბატონი გია რო იყო კიტია და როგორი დიაგნოზი დაგვისვა აბა როგორი დიაგნოზი დაგვისვა ბიჭო ეგ ჯადოქარია ეგ კაცი ო გეუბნები ეგ გია კიტია კიო აუ გეგონა მე ეგ ისეთი იგივე ათიანში დაასვა რომ მან რაღაც ხელი შეჭრა რაღაცა მოხდება უეჭვლიო და მოხდა ტრების გეყოლება თო მოხდა კი ბატონო რა ესე იყო ზუსტად რა ეხლა რა მაინტერესებს სპორტით იყავ გადაცემული სპორტებს გითხარი 1-2 სიტყვა კი არაფერი ნუ ეხლა რო გითხარ დიდი სპორტსმენი არა ეხლა მაინდა-მაინც ვარჯიშობდი რაღაც ფორმაში იყავ ადრე დავიწყე კულტურიზმით ეხლა ბიჭობის პერიოდი რაღაც როცა მე უკვე ბერვეში რო გადავედი რაღაც კულტურიზმი ადრე დავიწყე მე უკვე ბატონის შომა იყო ცოცხალი აცხოვნოს ღმერთმა ჩემი მასწავლებელი ეხლა ახანს გარდაიცვალა შომა დარახველიძე ხო ოთარ დარახველიძე გეცვა იმის თეატრალურ საზოგადოების ოღონდ იმის აფხაზეთის ის იყო თავისუფლად იმის შვილი იყო და სმენია კი ბატონო ძალიან კარგი ადამიანი პროფესიონალი და ერთ-ერთი პირველი პატბოლშიკი კარატისტი ანუ შავი ქამრით და მესამე დანით და კარატეში ვარჯიშობდი დიდი ხანი კარატეში არა უკვე უშუში და კარატეში ისე და აი უშუ და დაიჩი ბატონის შრომას მეშვეობით
ატონისომა მტოვებდა, იმიტომ მე ფეხის პრობლემა ზოგადად სულ მქონდა ხოლმე და ეს ფეხი რო იმას მექნა, მე ვარჯიშა და სასწაულები გამეკეთა იმ ვარჯიშით, იმიტომ რომ ნუ ხალხი ვერ ცნობდა დავფრენავდი ეხლა. მე წარმოგიდგენი რომ მე რო დავფრენავ. მე დავიფეხვე ასე ვთქვა და ბევრი ტრამვა და ბევრი მოტივაცია. რამდენი წესი ყავს ცოლი რო შეირთე? ცოლი ისე დროს შევერთე, როცა უნდა შემერთო ალბათ რა. რამდენი წელი ახალგაზრდა იყო? სახადი მოვიხადე 33-ის. ხო, ანუ მოგიცდია. სახადები მოვიხადე და სამაიმუნოები ვიმაიმუნე. სახადი ხო კაი რამე მითხრა სამასინად მომეწონა რა მაგ სახადზე რა. გეტყვი მოკლედ გაინდოდია. აი ჩემ და ერთიმს ეკითხებიან ბიჭო ესე იგი Twitter-ი ხო იცი რა არის Twitter-ი? მე არ ვიცი მაგალითად. შენ თუ იცი რაღაცა Facebook-ი თვითონ ვიცი ეხლა. ხო რა Facebook-ი ვით არის რა. გამიგონია მეც. თუმცა რაღაც Facebook-ი ვით არის რა და ტიპს ეკითხებიან აი მე რო აზე არა ვარ აი ტელეფონი კომპიუტერი. Twitter-ი გააქო? არა, კაცო ახალგაზრდობაში მქონდა და მოვირჩიე. Twitter-ია. Twitter-ი ახალგაზრდობაში მქონდა. ეს გამოუცდელი რო ვიყავი მაშინ. ხო, და მე მოირჩიდა Twitter-ი. Twitter-ი. შენ Twitter-ი ხო არა? ეს Twitter-ი არის ესე. შენ მაგაზე არის ი გურს ვეკითხებიან? ხო. აფთიაქ შევიდა და დიდაზაკ აქ? დიდაზაკი არა, ჩემს არა მაქვს. ასე გავახსენე. ხო და რა მაინტერესებს? კიდე გეტყვი ხა ერთი აი რა თქვა ეხა შენ მომავალი გეგმა მაინტერესებს შენი აი აუ იცი რა არის ხატვას მიაწვევი ხა ბოლომდე შენ ეთქო უეჭველი არა ხატვას დავანებო მაგას არ მიაწვევი მაგაზე თან არც აკერებენ ნებსაც ვერ უკეთებენ ვერაფერს ვერ შვებიან და არა პირებს შენ რაღაცა გეგმები არა გაქვს რომ რაღაცა გააკეთო იცი რა გეგმები მაქვს მაგრამ იმდენი ვთქვი და არაფერი ჩვენი სპექტაკლის არ იყოს არ გამოვიდა ფაქტიურად ბზა სპექტაკლი რომ აი სასწაულები ხდება ამიტომ ჯობი არ ვარ თქვა ვიყო ჩემთვის ჩუმად და როცა შეგატყობინებთ. კი ბატონო, არაფერს არ დაგივალო. არ დამალო არაფერი. მე ისე შენ თეატრალურ ინსტიტუტში არ ქონია არაფერი ახლა ბავშვებთან შეხება, ახალგაზრდებთან. იცი რა, სულ მეუბნეო და ბატონი სანდრო ცალკე მეუბნეო, მამა ჩემი ბიჭო რაღაცა ყვებიან როგორ უყარხარ მალადოებს. მასწავლებლობა მაგალითად მე არ შემიძლია. იცი რატო არ შემიძლია გეტყვი? ჩემგან დიდაქტიკოსი არ გამო. არც ჩემგან და ვეუნა ხა ვასწავლო რა ხა როგორ იჭუბოს სიტყვაზე რაღაცა როგორ მოიგე ანუ მარტო ხა შაყირობ, მაგრამ თავარი ის არის რომ მე ეხლა დამეწყო პედაგოგობა ხასიათი მაქვს ეგეთი რა ხო გახსოვს თქვენთანაც როგორ ვიყავი აბა როგორ ახლა რეპეტიციები რო ქონდა რა როგორ რაღაც დღეს არ დავშორდით და რომ ვეჩვევი გაიგე ადამიანს მე უკვე მიჩნდება რაღაცა მამობრივი კი რაღაცნაირი ზრუნვა მიჩნდება კაია მამობრივი დედობრივი რო არ გიჩნდება ო დედობრივი ეხლა ეგ ცოტა აპას არა ჩემ თაობას ნაკლებად უჩნდება ხო კი ჩვენ თაობას ჩვენ მოხდილი გვაქვს ეგ ვალი Twitter-ი ერის წინაშე Twitter-ივით მოვიხადეთ ეგ არა Twitter-ივით ავიცილეთ ეგ ამბავი რა შემოგევლე ძალიან კარგი ხა მეკიდა ერთი რა მითხრა იცი კიდევ შემოგარგო იმიტომ რომ ჩვენ ახლა დავისავაწყალია ყველაფერს აქ რეგლამენტი და დროც გვაქვს და მე ინფორმაცია შემოდის სამწუხაროდ ხო და რა შეგიძლია მაგალითად აი უთხრა აი ჩვენი პროფესიის წარმომადგენელი ადამიანებს რომლებიც მოდიან აი ხა დგამენ ფეხს ეხლა შემოდიან იმაში სამყაროში თეატრალურ შემოქმედებით სამყაროში აი რა თუ კიდე რაღაცა მე საერთოდ დამრიგებლებისთვის ერთი ვაგონი დგასო იქო აბჭარაში ხო არა ხო იცი მაგრამ მასე ვერ მასე ვერ კი არა აი შენ urჩევ თუ უსურვებ ხო თუ urჩევ ახლა კი არა დაარიგო ასე ზოგადადაც არ შემიძლია ახალგაზრდა ეგრე ვერ ურთიერთობ და იმიტომ უყვართ ჩემთან ურთიერთობა ალბათ კი ბატონო მე ვაკაცობ ჩაოლებრივად რა საერთოდ მე ხო შვილების აღზრდაზეც როგორ არის იცი რა ალბათ მე ვთვლი რომ ადამიანის აღზრდა მდგომარეობს იმაში რომ მამას უნდა უყურებდეს ხედავდეს გაიგე შენ კი არ უნდა ეუბნებოდე რა უნდა გააკეთოს და რაღაცა შენგან უნდა სწავლობდეს შენი ცხოვრებიდან რა შენ უნდა გაკვირდებოდეს შენ უნდა თვითონ უნდა გაკვირდებოდეს იდეალურ ვარიანტში მე მგონი უნდა იზმაკაცოთ რა ხო მე გოგო ყავს და ვაკაცობ მაგალითად კი ბატონო აბა ბავშვობიდან კი მე ორივეს და გოგო და რაღაცა მარში ერთად დავდივართ და რაღაცა და გვიჭხუბია კიდევაც ერთად ხო კი ბატონო აუნა ვიზახოდე მანამ კი ბატონო არა ხო რაღაცა ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა იმით რომ სუჭყუ ისრიგება სულ რაღაცა მოქმედებს ადამიანს აქედან გამომდინარე ნუ ახალგაზრდაზე რა და შენ როგორ ფიქრობ აი ჩვენ სამყაროში ვინ შემოდის
რას ეთყოდი ხა ამ ადამიანებს ერთი ორი სიტყვით უთხარი რომ სატყოფენ თავს იქნება არ შემოყონ იქნება დენვა და არტყას ხო იქნება ტვიტერია სადმე ტვიტერი არ შეხვდეთ თუ პირიქით კაცო რომ მიდით რამე და თქვენ იცით რას ვისახარ ამასაც იცი რა რას ეთყოდი ამ ბიჭებს და გოგონებს ვეთყოდი ერთ რამეს რასაც ყველას ურჩევდა თავარი წოდება დაგავიწყდა დამსახურებული ნათლია დამსახურებული რა? აი რომელიღაცა გამომრჩევა ნათლიაობა გამოგხსა დამსახურებული, იმიტომ რომ ყველა ჩემი ნათლული არაჩვეულებრივი, აი ბედნიერი ვარ, პრაქტიკულად შვილები კი არა, ძვაკაცებიც არიან შვილებიც და ძალიან კარგები მყავს და ყველას ვეფერები კოცნი, ეგ ერთ-ერთი ჩემი რაღაცა ჯგუფი ვერ ავიყვანე მართალია და პედაგოგები, მაგრამ აი ნათლულები რაღაცა კარგები გამეზარდნენ და აქედან გამომდინარე, ასაც ჩემ ნათლულებს ვეთყვი, იმიტომ მას გამახსენდა სულ ეუბნები ჩემებს რომ ეხლა რაღაც ვეუბნები ნუ სათქმელი უთხარი არიჩქაროთ გულწრფელები იყავით გიყვარდეთ ვინც უნდა გიყვარდეთ და აკეთეთ თქვენი საქმე გემრიელად ისე რომ ისე სხვას არ დაუშავოთ რა და ისე ნუ შეგიყვარდებათ თქვენი საქმე რომ სხვას დაუშავოთ აი ამას გისურვებთ გოგი როგორი იყო შენ აი როგორი აი გოგი როგორი ტიპი იყო გოგი დავამთავროთ ნათელში იყო რა ვარიანს აი რას გეუბნები აი როგორ კაცრი მამა იყო არა ხშირი ურთიერთობა ქონდათ ნუ მაგრამ ვერ ნახავდი ახლა მე მექნებოდა ხშირი როგორ მექნებოდა არისო ფიზიკურად ადამიანი და ფიზიკურად მე უკვე ტექნიკური რეჟისორობა რო დავიწყე უკვე რეპეტიციებზე მიწევ და უკვე ესეთი ინტენსიური შედარებით უკვე სარებ ჩავაბარებდი მუშაობდი და მანამდე განათებაზე ვიყავ ბერვედან უკვე დავდიოდი და გევასებოდი ახლა მამაშეი შესრულებული როლები იცი რა სხვათა შორის ნახე სულ პირველს მე მეკითხებოდა შენო სწორი ისინი გაქო რა ქვია და მეც არ ვიყავი ახლა მამა ჩემი რა მაგარია ეგ ტიპი არ ვიყავი რა ეგრე არ ვიყავი ტიპი ეგ მაგათი დამსახურება იყო დედასიც და მამასიც რო რა ხდებოდა ახლა რომ ჩემთან ესეთი ხალხი მოდიოდა დუ ალექსიძე სულხანცი რაღაცები და მივხვდი რომ ესენი არიან კაი გაგებით ვიძახი ჩაოლებრივი ადამიანები არ მქონდა კუმირის მოვიდა იმას რომ თამაშობს რობინზონ კრუზოს და ბიზია თომას და იმანის რომ დადგა ჩაპა ხო და ამიტომ ხა სადილზე რო ხარ დოდო ალექსიძესთან ყოველ დღე და ეხლა ის რეპს ლაპარაკობდა და რეპს რა ფოკუსებს და რა ტრუკებს და ხო და ასეთი მილიონი ადამიანი. კი ბატონო. აქედან გამომდის ყველაც უკვე სხვა გააქვს. ბექა, შენ გედაცვალე ჩემო ძმაო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ გამოგველია, არ შეიძლება გადის ეს დრო გარბის, ყველაფერი აი ესე უცებ გარბის რა და მინდა რომ გისურვო ყველაფერი კარგი, ყოველივე კარგი, ჩემო კარგო რა. წარმატებების შესაქმეში ჯანი რა. და ბარაკა კიდე ეხლა უბარაკოთ კიდე ჯანი რო გაქვს. იყავი ჯანზე. ხო და მაგარ ჯანზე რო ხარ და უდები მშიერი ეგ რაღაცა არა. ყველაფერი კონოდეს მოიმდენი, რამდენი შეგაგიხარდება და შენ ის კაცია და ხარ კიდე რომ ბევრი გინდოდეს რამე ისე რომ შეაწუხო ვინმე, შენ თმის არ იყოს აგერ სხვები არ შეაწუხოთო რა. კაი კაცი ხარ, კაი კაცი შვილი ხარ, კაი ჯიში და ჯილაკი გაქვს და იხარე და იდგეგზები. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის და მადლობა შენგენაც. შენგენაც ხოლმე ჩემი თავი და მადლობა თქვენ პატივისმცემლო ღრმად ღირსეულო ჩემო საზოგადოებაო. ძალიან მიყვარხართ და მომავალ ხუჩაბად სწავათ, მაგრა ეცხელება რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს ხა დროა უკვე რა და მომავალ ხუჩაბად ავდე დაგემშვიდობებით მაშინ. აბა ჰე და აბა ჰო. კარგად. იყავით ჯამთელი და მოუარეთ ერთმანეთს.